წვიმის გამო თბილისი ისევ დაიტბორა. ინტენსიური ნალექის შედეგად დიდი რაოდენობით წყალი მოედინებოდა და გადაადგილება პარალიზებული იყო თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე. დაიტბორა მეტროსადგურები რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა. მოსახლეობას წყალი შეუვარდა სახლებსა და სარდაფებში. გვიან ღამით ჩუღურეთის ქუჩის მცხოვრებლებმა დახმარების მოთხოვნით გზაც გადაკეტეს. ჩიქოვანის ქუჩაზე კი გაზსადენი და ზიანთა რის გამოც საჭირო გახდა ევაკუაცია. რუშინენგურის ხიდი სავარაუდოდ კიდევ 30-მა ბენზინმზიდმა გადაკვეთა თითოეულმა 30 ტონა საწვავით. ინფორმაცია კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობამ სავარაუდოდ 400 ტონას გადააჭარბა. ვის ხმარდება საწვავი მოსახლეობას თუ რუსულ სამხედრო ბაზებს ისევ უცნობია. თბილისში აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს. დანაშაულების სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზეა ჩადენილი. სავაჭრო ობიექტებს ჯამში 30,000 ლარზე მეტი ზარალი მიადგათ. დაკავებულებიდან 2 უკვე ნასამართლებია. უკრაინამ რუსეთში MiG-31 კათვით მფრინავების ბაზირების სამხედრო აეროდრომს დაარტყა. აეროდრომის სავასლეიკა ნიჟნი ნოვგოროდში მდებარეობს. ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი. უკრაინამ ფლამინგოს ტიპის რაკეტებით დაბომბა სამარაში მდებარე სამრეწველო ობიექტებიც. დარტყმებს აქაც ხანძარი მოჰყვა.